დღეს არის ტრადიციული სახალხო შეკრება რუსთაველის საზოგადოების წევრების, ჩვენი ხელოვანების, მეცნიერების, მწერლების. მინდა რომ სიყვარული მაინც მადლობა უთხრათ იმ შფოთიან, ნერვიულ, დაძაბულ გასულ წელს და ახალი წელი მოსულიყოს. როგორც აღმაფრენა, როგორც აშიასრული ქუდები, რომ არ დაგვეჯერებინოს ისეთი ახალი წელი მოსულიყო, რომ ჩვენ ასეთი წლები დავიარეთ. ეს უსურვებ ყველას ბედნიერებას, ერთგვარი შეჯამება ოღონდ სუფრაზე. რა თქმა უნდა. ლამაზი და სასიამოვნო დღეგველის ალბათ. კორპორაციული შეხვედრა რუსთაველის საზოგადოების წევრებთან ერთად. გავაცილებთ 2025 და დამდეგ შევხვდებით. იმედია უკეთესი წელი გველის. კარგ საზოგადოებაში და მშვიდობა ქვეყანაში. ხედავ? იმედიაო. კი. ეს არის ჩვენი კორპორატიული შეხვედრა რუსთაველის საზოგადოების, ეს არის ტრადიციული შეხვედრა, ჩვენ ყოველწლიურად ყოველი წლის ბოლოს გვაქვს ასეთი მსგავსი ღონისძიება, ვიკრიბებით და ერთმანეთს ულოცავთ დამდეგ ახალ წელს. მე მინდა ეს ახალი 2026 წელი იყოს ბედნიერი, ბრძოლა ჩვენთან გამისთვის და მთლიანად მთელი საქართველოს წარმატებებს გისურვებ და ყველაფერს საუკეთესოს. მოგესალმებით, შესანიშნავ საღამოზე ვიმყოფებით, ეს არის რუსთაველის საზოგადოება, საუკეთესო საზოგადოება საქართველოში. დიდი იმედები გვაქვს, რომ მომავალი წელი იქნება ბედნიერი, ვლოცავთ მთელ საქართველოს, ჩვენ საზოგადოების წევრებს სიხარული, ბედნიერება, დღეგრძელობა, ჯანმრთელობა, მოგვაკლოთ და რაც მთავარია, ამას წინათ საუბრობდით ჩვენ დემოგრაფიასთან დაკავშირებით და საქართველოს უსურვებ და ყველას უსურვებ, რაც შეიძლება ბევრი შვილი ყოლადე ჩემს მაჯობო და განასწორებ. ძალიან მიხარია რუსთაველის საზოგადოების კორპორატიული შეხვედრები გახლავთ. აქ არის შესანიშნავი ადამიანები, რომელთაც დიდი დამსახურება აქვს ჩვენი ქვეყნის წინაშე და იმედი კიდევ კარგ ახალს ემსახურებიან საკუთარ სამშობლოს მაღალ პროფესიულ მოქალაქეობრივ დონეზე. ალბათ არაჩვეულებრივია დღევანდელი საღამო, თვითონ ეს გარემო ბატონი დავითის ეს ქმედებები არის მისასალმებელი, რომ შეგვყრის ხოლმე, მოგვიყრის ერთად თავს და ასეთი შესანიშნავ ღონისძიებას უძღვნის ყოველი წლის განსასრულს და გვაგებებს ახალ წელს. ყველას გილოცავთ ბედნიერებას, სიკეთეს, სიუხვე, მშვიდობა, ჯანმრთელობა. მე რამდენად ხვდებით ასე ახალ წელს ყველანი ერთად რუსთაველის საზოგადოება და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ისეთი მეგობრული წრე შეიქმნა, რომ ალბათ სხვაგან არც არის ასეთი ურთიერთობები, როგორც ჩვენ გვაქვს ერთმანეთის მიმართ. გილოცავთ, ყველას ულოცავ ახალ წელს. ვინც აქ არის, ვინც აქ არ არის და უნდა რომ ყოფილიყო. ყველას მთელ საქართველოს ულოცავ ახალ წელს. ბედნიერება, სიხარული, ჯანმრთელობა, გამრავლება და იმ ტერიტორიების დაბრუნება, რომელზეც მე ძალიან გული შემტკივა. ალბათ ყველა ქართველს შესტკივა გული. და უსურვებ. შეიძლება ამ ახალ წელს არ მოხდეს, მაგრამ მრავალი ახალი წელი გვეცოცხლოს და შევსწრებოდეთ საქართველოს გამთლიანებას. გაიხარეთ. უფალმა მოგვიყვანა დღეს და ერთმანეთის სიყვარული შეგვიძლია და ერთმანეთთან ვიყოთ და გვიხაროდეს ერთმანეთი. თან ისეთი ადამიანები, რომლებიც მართლა წუთისოფლის მარილიროა და რომელთანაც შეხვედრა რო გიხარია და დღესასწაულია თითოეულ ადამიანთან შეხვედრა და ყველა ასეთი ადამიანი ერთად როა შეხვედრილი, ესეთი ფლისხალობა. დიდება უფალს მოგვასწრო ამ დღეს, მშვიდობიან საქართველოს მოგვასწრო და იმედით გავახედა მომავალისკენ. მოდი უფლის დიდება ყოფილიყოს და ყველა ჩვენი საქმის, ყველა ჩვენი სამოწყების დიდებულად და ლამაზად დასრულებას გავიმართოთ. უფლის ამინ. დიდება უფალს.
ფორმულა ხო ჭეშმარიტება იმ ფორმულაში იმას მე ეს არ არის საქართველო. ანუ გენიოსმა დაინახა, რომ დადგებოდა რომ ჩვენი ქართული ოჯახი დაკარგავდა მის საქმეს. მაგრამ არც ასე გაფუჭებულია საქმე, იმიტომ რომ ფეროვიკულია. მე ვხედავ ქვეყნის ოჯახებს. არ შეიძლება რომ არა სულდირიდან, ნაყოფიდან დაიბადოს ისე იგი კარგი. ისტორია შეუნახოთ რაღაც ორი კადრი. ამიტომ მე დაულოთ ოჯახებს. რომლის სახე და სიგურე ხარ თქვენ. არა მარტო ოჯახი საქართველოსაც ისე და ჩვენს ლამაზ ოჯახებს გამოვაჩენს. თავისი მშობლებით, დაძმებით, დებით, მეუღლეებით, ყველაფერი ერთად ჩავდოთ, ოჯახი განუყოფელია და ცოტა გამიგზელდება, იმიტომ რომ მშობლებზე რო ვფიქრობ, დედა ის, რასაც პირველად რომ დაინახა. ხოლო მამები დედების თირში ცხოვრობენ. მამები მოდის მერე, როდესაც მის სურათს ხელში ახდენ. და დედასთან დაკავშირებით მახსენდება, მაშინ ვიყავი სანქტ-პეტერბურგში, კომუნისტური სახელი ლენინგრადი ერქვა და იქაა პისკარიოვის სასაფლაო, სულ უსახელო ჯარისკაცებია, სულ. და არის ერთადერთი საფლავი დედის. თურმე ეს ქალი იმ ბლოკადის დროს პურს თავის წილ პურს აძლევდა შინს და ბოლოს დისტროფიით გარდაიცვალა. და წარწერა არის საოცარი. ამ საფლავთან არის ერთი ნაჭერი პური დევს ყოველთვის და წარწერა არის. დედა მოგიტანე პური, შენ რომ იკლებ მათი. მე ძველ ხა ლაპარაკი მიდის, იმიტომ რომ აგიზეთი ხავე ხდა. და კაცინები ციგანა ხო გიჭირდა გიჭირდა. ხო გიჭირდა გიჭირდა და ამიცას გაუმოჩეს. ამის გაუმოჩეს. ეს არის განოფლები. ეს არის. საუბრობს მოდი ძალიან ვიჭრი და იმითი არის ჩვენი ვიზა და ჩვენი ქვეყანა დიდარი და ნიერი. არა არის ქართული ასო. ერთხელმაც გამოვიდა ამ დამოუკიდებლობის ბატონო გამოჩვილია თავის ეს არის ეს კომპლექსი იმედი არის რომ ეს გვიძარება უცილებლად იქნება ჩვენს მიწაზე მიუხედავად იმისა სწორად ბრძანებთ რომ გამარჯობა მარტო წვიდება ძალიან ისეთი რაღაცებია ჩვენს თავს და აი შიგნით რაღაც თავისა სიტყვის აუცილებლად და საქართველოს ბედნიერს ქართველს ნუ გახდიხმერ თუ ეს კარგად რო გავიშინაოს ის წელი სადაც ჩვენ დავიწყებ როცა ყველაფერს დავწერ როცა საქმე როცა დავხურა სულ ყველა კარებს და ვიქნები მეტიან თორნად ალბათ მოქცევი იცის პერტაზრად სადაც ირბენენ თეთრი ბავშვები რომელიც შენს ღმერთ შეეწიო სისხლი და ხორჭეეწიო სისხლი და ხორჭი მე უკვე და თუ კი ვინმე შეძლებ განდობას მე თუ დამოსო ერთმანეთი დაინგრა აგაშინათმე ერადული მოწვარისა რომ გუგუნებდა სიმღერა დაილაღარ ხარისა ჩემო ქართულა თავათა სამოცამდე ზარის რეკვა შომღარა მისაგვართან სულ ყველა გვეცილება შომღარა მისაგვართან სულ ყველა გვეცილება გამოფხიზლეიბერი ერადული მაცხოვარისა რომ გუგუნებდა სიმღერა დაილაღარ ხარისა გამოფხიზლეიბერი
რომ გუგუნებდა სიმღერა აიღარ ხარისა აბა ვიწევთ ჩაწერა. ვასაკი და რა დაიწყება? არა მე ჯონი ბოლო კოლეგები. მეზობელი ყავდა. კარა მომისმინე რა. ადამიანს ხელოვნებას გინდა რომ შენი ხმა სხვა გარკვეულია ეს არის ენები გრანდეს აქვს საოცარი რაღაცა სურვილი მაქვს ვასწრებთან ცხოვრობდე და იქიდან უბრძოლიდე წერილებს ჩემთვის საყვარელ ადამიანებს მაგრამ მეც მეკითხებია და მეც მინდა რომ რაღაცა ჩემი სხვა გავაკეთო რაღაცა ვიღაცა ეს სურვილია და მე მინდა დიდ ქართულ ხელოვნებას, სამდე ამაღლებას, ფრესკულ ხელოვნებას, კინოგრაფიდან დაწყებულ ხელოვნებას, აზრების, ჩვენი საოცარ ხელოვნებას, სულიერს და ნივთიერს, ერთი ამას ყოლიან, ეს რო კავშირობს, ახლა ეგრე სუპირდება, მაგრამ რომ ეს არის ჩვენ ბედნიერი ხალხი ვართ. ამ საგანძილის პრობლემები ვარ. ერთხელ ფოტოშოპის ერთხელ ანზორეთომაში ასეთი რამ მითხრა რომ ჩვენი ასაბლიო გვართო Sadi
საიდაშვილი ვაჟების ქორწინებასა ქალები გათხოვებასა ბანი არ მეს ბანი ქალავათო ახალგადასა ციცილი დშავე პარები მამაგალაინე ხურბილდა ახლა იარ გავეკარები ადაიჯერალამაზმა შავი თოლების ბრიანი გალადხიდთან მომბიძლე ნახდა ხაჯლების ტრიანი ალაიჯერალამაზმა შავი თოლების ბრიანი გალადხიდთან მომბიძლე ნახდა ხაჯლების ტრიანი Taram taram bam taram 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 Agaram mahtindam katkabanan darmaginda bariya Allah malakaldan alersi anamastan saubariya Bevjada khatanu mosli amsakhi khinsana gharem basa Vajevis kortine basa kalbi gakhove basa Vevjadu mosli amsakhi khinsana gharem basa Vajevis kortine basa kalbi gakhove basa Bani, 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 bani.